რა ეგრე ლაივში ვარ. მომიჩანს. გამოჩდება ახლა. რო გამოჩდა? აი გადავაზიაროთ ახლა Facebook-ზე. გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა. გავაზიარებ ახლა Facebook-ზე და დავიწყოთ. როგორც ვიცი ნიკო გრიგოლიას ბოდიში. რო გამოჩდა? მალე დაიწყება მატჩი. დიდი არ პატივისცემი. პატივუცემობს. პატივუცემ. შემოგვიერთეთ ვიყურეთ სტრიმზე. მალე დაიწყება, იწყება მეგონი ალბარა. იწყება? დაიწყო ვაფშე. მიდი შენ შემადგენლობა გამოაცხადე. სანამ შემადგენლობას გამოაცხადებ, ჩართე დრო. ესე იგი, ესეთია დღევანდელი ჩვენი შემადგენლობა. მესამე ლიგის გუნდის მეკარე დავითი არ არის დღეს და თორნიკე დგას კარში, თორნიკე კალანდაძე, დაცვაში გურგენიძე, უმფრიანი, ონუკუგა, ნახევარ-დაცვაში ელოშვილი, კოკაია, დიკო, ფლანგებზე ვინგბექებად მიქავა და ფალეულაშვილი, ხოლო შეტევაში ჩიტიშვილი და ბაქრაძე. გამოაცხადე გიორგი. მარაკანა გიწერიო, მაგრამ ეს მარაკანა სტადიონი არ არის, ეს არის ამერის სტადიონი გლანში. დაგვიწერეთ კომენტარები, აქტიურეთ და რა ვიცი. იმედია კაი სტრიმი გამოვა. დაგვიდონატეთ მოკლედ რა რაც თავარია რომ ის დაამატე რა ქვია. გო დონატი. $20 გიწერი. აი არის ხო. იმედია $60 მალე ავწდებით და უკვე ახალ ეტაპზე გადავა ჩვენი. კი ბატონო, კი რამდენი კაცია ვაკონტროლოთ ამ სტრიმზე? დღეს წარმომადგენელი ჯერჯერობით არის 4 კაცი და მოდი 4-ვემ დავალაიქოთ რა ის ნევა ჯერ თხოვნა 5-ვემ დავალაიქოთ. დაგვიწერეთ კომენტარები რამე კითხეთ ისა რომ უფრო ინტერაქციული გავხადოთ ჩვენი ეს სტრიმი. ბატონო. აი მოდი ხა ცოტა დავაკომენტაროთ რა ხდება. ცოტა რთული დასანახი არის ამ. ძალიან შორია, აი ვეო მიგვიზუმა, მიხვდა რომ ბიჭია. არადანი არის სტაფილოსფერში. კი, ჯერ ფორმები. არ გვაქვს და ბურთსა თამაშებენ ბიჭები, იმედი აქეთ ფანკზე უფრო იაქტიურებენ. იმ მოიშორეს, თუმცა დაიკარგა ბურთი და ჯითის აქვს ბურთი და დააწყმარებს ხა თამაშს ალბათ. ვეო გაურკვევლობაშია და რას ვერ ხედავს ბურთს და შესაბამისად აი დაინახა. საკმაოდ რთულ პირობებში გვიწევს ამ სტრიმის ჩატარება, იმიტომ რომ სტადიონზე ой, ჩაიჭრა და ეხლა საფრთხო მომენტია მე მგონი. კი, არადას აქვს ბურთი, თუმცა ოფსაიდი აიწია და გაგრძელდება შეხვედრა. სადაც დაინიშნა ოფსაიდი იქიდან. დაგვიწერეთ კომენტარები 10 კაცია და 0 ლაიქია და 0 კომენტარი და ესე არ გამოვა. ესე ვერ მიმუშავე. ჩვენები რომლები არის? ნაკითხებში სტაფილოსფერ გირკით. ხვალიდან უკვე ექნებათ ფორმებიც და მე აღარ გაგვიჭირდება გარჩევა. აი ჩაიჭრა და ნოდუა მე მგონი ხო პასი მისცა და დარტყმა და გოლი. 1-0 არადანი იგებს. ნუ მეორეჯერ დაუშვა შეცდომა ჯითის ფეხბურთელებმა და უკვე საჯარიმოსთან ახლოს და არაპატიეს. ბარა გავიდეს და გამოვა. რა გამოვა? რამე. აი დაგვიდონატე თოკო და გავალ. $10-ზე გავალ სტრიმიდან და უუ შემოვა ჩემაგივად. აი კიდე ჩაიჭრა მესამეჯერ დაუშვეს მე მგონი შეცდომა დაარტყმა და ცოტა დააკარგა. პატარაზე აცილა პატარაზე. პირადში მწერს გიორგი კალანდაძე რომ ქუდი მოიხადე იცოდე მოქცევა ტელევიზიაში და გიორგის მინდა უთხრა რომ ეს ტელევიზია არ არის ეს არის YouTube და აქ უფრო თავისუფლება არის ვიდრე ტელევიზიაში. კი გვახსოვს შენ პოდკასტის ქუდი გეხურა და შენ ნიშნა მიიღე ქუდიანი ბიჭი ჩუმად ლაპარაკობს. ამით ჩემი იდენტიფიცირება ხდება. კი ბატონო ესე უუ ვერ დაეტევა. კალას მივმართავ რომ $10 თუ ჩარიცხავ დავატევთ. ოღონდ რამის ვიზა. გაფართოვებული ლინზას დავამაგრებ. აი ლინკს ჩაგიგდებ
იწერია აქაც, მაგრამ გიორგი კალანდაძეს ამდენს ლაპარაკს ურჩევნია რომ გიორგი კალანდაძეს მიმართავთ, რომ მანაც დაგვიდონატოს 10 დაიწყოს. კიდევ ერთი შანსი და რა ხდება აქ მეკარიცულად თამაშგარი მეგონი თამაშგარი არის და აი ამ ლიგზე შეგიძლიათ დაგვიდონატოთ უცებ ავიდეთ $20-ზე. გდანშია თამაში კი. კი გდანში არის თამაში. ქუდიანი ბიჭი ცოტა ხმამაღლა რა. საკმაოდ ნაცნობი სახელი და გვარია. წარმიდა. სალამი გიორგის. ეს გულები ყველაფერი ნიკოსა, ალბათ. აქ დაკარგეს ბურთი GT-ის ფეხბურთელებმა ელოშებას. აი, ამ ბევრ შეცდომას უშვებს GT-ი და ხო, ესე გაუჭირდებათ ნამდვილად. ბევრი სახიფათ მომენტი შექმნა უკვე არადან. რომელიც რა გენიალურად თამაშობს. ყოველთვის. ხო. როცა აგებს მაშინაც. უბრალოდ არ გვიმართლებს ხოლმე. კი. აქ მარტივი პასია საჭირო და ზუკა თოკო. ხო, ხარას მოიფიქრეს თორნიკე. ეს კამერა ახალი სტილია, თორნიკე ახალი სიტყვა არის. გადახრილია. ვიო ერნესტი კარგი გარღვევა აქ, ნოდო დაეხმარა მეგონი და ვერ გაუგეს ერთმანეთს, ვიუნდა ნოდო. აი კამერა წვალობს. ვერ ხედავს მე მგონი ბურთს სიგნელიში. ბიჭები გოლი ვეტერან ლეგენდას ლუკა აფხაიძეს მიუწონათ რა. კი ბატონო. აფხაიძეს ეძღვნება შემდეგი გოლი თუ დაადონატებს ხუთოვას. მოკლედ პასიურობაა მართლაც. გიორგი კალანდაძემ გადმოგცა რომ არ მინდა დონატი დიეტაზე ვარო. დოდონატი? დოდონატი ხო გინდა. ნემსოს პირადი რომ დაწეროთ და ჩაურიცხავ იმ საიტს ვერ ვენდო. ნემსოს მიგან. ეს AI კამერაა, დიახ. დიახ, AI კამერაა, ჩვენ მაღალ ტექნოლოგიური გუნდი ვართ და შესაბამისად კამერაც მაღალ ტექნოლოგიური გვაქვს. სხვათა შორის ეს კამერა საჩუქრად გადმოგცეს. ჩვენი ვისაჭერო და იმ ხალხმა. კი ბატონო, თქვენც გადმოგვეცით რამე საჩუქრად. მაგალითად 10 დოლარი. ბაკურა არა ფორმაში რა. ბაკურა რომელი? ბაკურას არ ვიცი, ნუ ხო. და ჰემის ფანები, სტილი მესმის. რა მოდელია მაგუ 3-დან 0? მაგუ 3-დან 0 დია. არა. მაგუ დიდი ხანია უკვე. მაგუ დიდი ხანია ჩამოხსენით ამ ფუნქციონალიდან და მართლა AI. ხარაჩოდანაც ჩამოხსენით და მართლა გაგიკვირდება და მართლა AI კამერა არის. და თვითონ იღებს. დასერჩეთ თუ გინდა WEO 3 და WEO 3-დან 0 მართლა ეგ გაარტყი ხო? მაგუ ვერა. მაგუ ამაზე ბევრად კარგად იღებს ჩემი აზრით. რაღაცას მაინც ჯობნის როცა ხარაჩო აქვს მანჩესტერის დეპრესიული ფანები შემოგვიერთდნენ ლუკა აფხაიძეზე ვერ ვიტყოდი მანჩესტერის ფანს ის კონკრეტულად ერთი ადამიანის გულშემატკივარია და ეს ადამიანი არის ენდი რა თქმა უნდა ჩვენი ცენტრფორვარდი სუპერლიგის გუნდში სხვათა შორის ტოტენჰემის თამაშით იწყება თუმცა გიორგი რატიშვილი მაინც აქ არის ფაღუს ტესლათი იღებენ გიორგი სხვათა შორის არა ურიგორი იდეა და რა ვიცი შემდეგში გავითვალისწინებ აი ზვიო სახიფათო მოადა თუმცა ნუ აქ ჯარიმას ითხოვს რა თქმა უნდა თუმცა საჯი არ დებს თუ დადო ჯარიმა ზედა ვინ დაარტყავს ჯარიმას ჩემი აზრით კოკაიას შეუძლია სერგოსაც შეუძლია ვინმე შემტევსაც შეიძლება აი სერგო არის მისული ბურთთან და დიკოცი ქვე არის მე მგონი სერგო დაარტყავს ნახე შევხედოთ ხო ნუ ალბათ სერგო ურტყავს ისე დგას მოვითხოვე და ცოტა შენცი და უსაღამოყდა აბა ნახოთ როგორ შესრულდება აი დიკოც გას ეხა და ვნახოთ რა ვინ დაარტყავს გთხოვთ გავუშვათ ბუბა კიკაბიძის ფანჯარაში მტრედი ეძღვნება გიორგი ბურდულს და ყველა კოლორიტ მოეწისელს ჩარიცხეთ თანხა და აუცილებლად შესრულდება თქვენი მოთხოვნები ლაივში შეასრულებს ნიკოლ ვანოვი მეცაც გეტყვით რა გვინდა ბუბა კიკაბიძე all due respect აქ ნუ ჯარიმა დაარტყეს თუმცა სულად წავიდა ბურთი და GT-ის დარჩა არა არ გაციუდე მაისში გამოცდა გაქვს კი ბატონო გამოცდაზე ერთად მივემართებით ყველანი და გვერდში უდგავარ ჩვენ გიორგის მადლობა
ეხა უნდა მეცადინეულო. დაგვიწერეთ კიდევ რამე. არა, რა გაინტერესებთ არადანზე? ონლაინ მათხოვრობას მოეცენი. შოთა დარბაიძის. დარბაიძის სტილზე. შოთა დარბაიძის სეულს. კი ბატონო. ხელი აწიოს ვის დავადებს თედიაშვილს არ უმღერია, ჩემსაზე არ უმღერია. ჩემსაც არ მომღერია ნამდვილად. ვისაც უმღერია იმან დაწიოს, აბა. აი უკამაც აწია. გიორგის ხელს ვერ ხედავთ. GTS-ის ფეხბურთელმა საჯის მოატყუა. ზოგადად ხო არ გვინდა ეხლა რაღაცა. არადაშება აქ ბურთი და შეიძლება გარღვევა, თუმცა ბოლო და გადავიდა და GTS-ის და არადანის აკადემიაზე რომ გითხრათ 3-4 სიტყვა. არადანის აკადემია იხსნება მალე. 4. რეალურად რო ვთქვათ ეხლა აკადემიაზე. რეალურად აკადემია იხსნება უკვე ბავშვი მინდა დავარეგისტრიო, კი ბატონო. არის ლინკი ჩვენ Facebook გვერდზე. საიტზე შეგიძლიათ შეხვიდეთ. საიტი დავამატეთ შეგიძლიათ. გადახვიდეთ აქ დავწერ. Here comes the money. Here we go. Money, money from you. დიდი მადლობა ხარიკეის. წელს უგულ შემატკივრებთ ბაიერნის გაჩემპიონებას გერმანიაში და ჰარიკეინის პირველ ტიტულს. აჰა. მადლობა ჰარის. ნუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ უგულ შემატკივრებთ, იმიტომ რომ კვარა არის, ბარსელონა არის, ჩვენს გვიყვარხარ. ჰა. გული. ჩაწოდება და გამოიტანა ზუკა. მარტივად. პუნქტი. მივბაძოთ ჰარიკეინს, ნამდვილად კარგი ფეხბურთელია. ხო და გავზარდოთ ხო ეს მარტივად შესრულდა. კი ბატონო და ესეთ ედით მიდი გადააწერე. მოდი ხა იყოს 50. კი ბატონო. $50-მდე გაიცარდა ჩვენი მიზანი ამ სტრიმზე და რა კარგად თამაშობს, აქ კოკაია, კარგად გაიქცა. გაიქცა და გააკეთა, თუმცა თამაშიც არ იქნებოდა როარ. კი ბატონო, მაგრამ არ გამართლა. ვა ჰარი მაგარი კაცია ძალიან ვერ მივხვდით რა შენიყავი. აცი უგულ შევატკივრებ. არაკლა აქამდე ჩემგან. შენგან არაკლა მე მგონი. მოგვიყევი გიო ის ისტორია ჰარიკეინის სანახავად გერმანიაში რო შეიპარე. მატჩზე. აქ ერნესტი კარგად თამაშობდა, ზვიო იხსნება. ზვიო იხსნება არ არის თამაშგარი წესით. მედი არაწევს და დაუტოვა ნოდოს და ერმიას ჩაიჭრა. კარგი პასი იყო წესით. ნიკაც იხსნებოდა მე რეკლამაზე. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით რა შედეგს მიაღწევს წელს არადანი, ორ ლიგაში ვასპარეზობთ როგორც იცით და ხო. რა ვიცი რა, იმედია ის მოღოდინი გაქვთ რაც ჩვენ. კუთხური სალამთან ალბათ ხედავთ როგორი განათება არის იქ. ვინმე რომ შევიდე შეიძლება დაიგადოს. ელოშა აქ ბურთით, პასი გააკეთა უკან. შემდეგ ლაივზე დამპატიჟეთ და მოუყვებიო. ძალიან მოვია შენ. ხო, ნუ სტუმრების მოწვევას ვაპირებთ ეტაპობრივად ლაივში, არ ვიცი ამდენად შემდეგ ლაივზე, მაგრამ კი, სეზონის განმავლობაში აუცილებლად. და ის საუხსნათ რომ რატო არის პირველად ლაივში მესამე ლიგის გუნდის თამაში. ხო, იმიტომ რომ წინა ლაივზე ტექნიკური პრობლემა ჰქონდა და აქამდე სატესტო პირველი გაკეთდა ამ ხანაგურზე პირველი ლიგის გუნდისთვის, იმიტომ რომ ამ ხანაგურები არ ქონდა მესამე ლიგის გუნდს ცოტა ხანი. პირველი ლიგის გუნდს იმაზე ქონდა ოფიციალურ მატჩზე ქონდა. არა, თბილისის თანაც ხო იყო. კი, თუმცა იქ ვერ დავამთავრეთ ლაივი და წაიშალა. ხო, ნუ იქ რაღაც გასაგები. პირველი ჩავთვალოთ, მოდი წინა მატჩი, რომელიც მოვიგეთ 4-3 ანეკასთან დევს ეგვიდეოდა თუ დაინტერესებდა ძალიან მაგრა დაიწყეთ სეზონი, გიყურებ და აღტაცებული ვარ პირდაპირ, გაიხარე. ჩემი არის და შემდეგი. მაგარი კაცი ხარ. ჩემი აზრით არადან შედეგი იქნება, რომ დაფუძნებლები 200 კაბაბ შეჭამთ ყანახჭირაში. ეს შედეგი უკვე რამდენი ჭირდება? 200 კაბაბის შედეგი მიღწეულია ჩემი აზრით უკვე. ანუ ჯამში თუ ავიღებთ ერთ მისვლაზე არა, მაგრამ ნუ ჯამში აუცილებლად. ხო და რამდენი ჭირდება 200 კაბაბი რო შევუკვეთოთ ერთ მისვლაზე? ვიდეო ვლოგს დავდებთ. რო დონაციები გოლი მაგდენი იყოს. კაროჩე, მოკლედ უფრო სწორედ $300 თუ ავიღებთ დღეს დონაციებში, შევქმნით YouTube არხს არადანი ჭამა და მოკლედ 200 კაბაბს შევჭამთ რა არადანი სტაფი.
კი, უეჭველი მოვერებით. უეჭველი არ ვიცი, მაგრამ შევეცდებით. ღუღუც აქ არის და მოვერებითო. გოგო მოვერები. 100 წელს თავის თავზე აიღებს. აუ, გოგო 1-12 შეჭამს რა ალბათ რა. ხო, მოკლედ ვერ მოვერები. ქვით ჩვენი პირობები რა და თუ შესრულდება $300 დღეს არა, ეჭამაზე ხო. დღეს თუ $300 იქნება რა კარგი პასი და ნიკამ თუ მიასწრო, მიასწრო, მაგრამ მე კაიმ დაუბრუკა. მოკლედ $300 თუ იქნება 200 კაბაბის ვლოგს გადავიღებ და ახალ YouTube-ს გავაკეთებ, სადაც მხოლოდ ჭამის კონტენტი დაიდება. კი. მოგიხსენებ სამაში უფრო ძლიერები ვარ ვიდეო ფეხბურთში. ყავს ფალავანი როგორიც არის დავით ღუღუნაძე. პრედიაბეტიკი. და მოკლედ არ დავნებდებით რა, ეხლა ჩვენ $300 შეიკრას და კი, ყველაფერი იქნება. 200 კაბაბზე გავიწევთ მოკლედ. თან ახალ კონტენტსაც შემოგთავაზებთ. მე მგონი ღირს $300. ჩვენი უფრო მეტჯერ ხილვა. მოკლედ ამ სეზონში გვექნება სადღაც 40 სტრიმი. Here comes the money. Here we go. I love you guys. I hate hurricanes. არის ჰეითერებს ახლა? ო, ნუ სონი. არის აჯობა $20 $20 ჩარიცხა და ანუ $5 $15 ის ვთქვათ 15 ანუ მეორეზეც რო გავიდეს არის უკვე აღარ გვაწყდება. კი ბატონო. იმიტომ რომ კაი შედეგია ხა მეორე. სონი როგორც ვიცი ჩარში იყო გამოძახებული. ჩემპიონთა ლიგაზე გინდა? ჩვენი მეგობარი კეინი მეორეზე? ჰა? ჩვენი ჩარა ჩემპიონთა ლიგაზე ვაფშე არ მინდა, მინდა რომ ეხავე გამოვარდეს. ხო და ნიკოლოზ მაღულარიაზე ლაპარაკობდი ჯარში. იქიდან გამომდინარე სონზე გამახსენდა რომ სონი ხო ჯარში იყო გაწეული. ხო და მე მსოფლიო ჩემპიონი და ჩვენ აი ეს იგივე ისტორია მეორდება მოკლედ. არათანის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჯარში არის გაწახებული და რა თქმა უნდა ის არაფერს დავიხმაროთ ნიკოლოზ, რა ვიცი, რომ ჯარის $2000 უნდა შეუკრათ ეხლა რა და ნიკო გული გვაჩვენე. სად არის არადანი აჩვენე? არადანი არის გულში ძმა. გენაცვალეთ. აქ ხარისხი ძალიან კი ბატონო, გასწორებული. მაინკრაფტის სტრიმზე გადავედით. ჩაულებრივად. დაიმონდები დავამაინდოთ. სონს აკაუნტი გაუტეხეს ვატყობ. ხო, სონს და ჰარის უყვარდათ ერთმანეთი ყოველთვის. კი. აქ ბურთი გადავიდა მე მგონი. როგორც იკვეთება კონტურებით. კი ბატონო, რა ხდება? ნუ ბავშვების ზეგათვლილი არის მაინკრაფტის კონტენტი. გეიმინგზეც ნუ აქ ამა გეიმინგი სპორტი უკვე სამივე დაუფარეთ. PayPal-ი არ მაქვს და თუ მე კარის მუდებს. PayPal-ი არ ჭირდება ერთჯერად დონაციას. PayPal-ი ჭირდება მარტო ყოველთვიურ დონაციას და ამიტომ შეგიძლია პირდაპირ გამოუშვათ. ხავს კომენტარების და თავი. უხერხულია. მე კარის ნუდებს დადებ, გავაკეთებ და ჩაგირიცხავთ. ხო არ დავდოთ. AI. იმის კულტუასი. უხერხულს ჩაგვაგდო ერთ-ერთმა ადამიანმა. კი ბატონო. საერთოდ მსგავსი გვარები გაქვს. საკმაოდ. არ ვიცი რა. ოიმე რა კარგად ითამაშო, კოკაია. უკვე და შეუგდო და ნოდომ დაასრულა და გენიალური. იდეალური გოლი და 2-0 არადანი უკვე. ცოტა პიქსელ დაიშალა ეს გოლი, მაგრამ ანუ საკმაოდ კარგი გოლი იყო. შეტევა იყო კოკაიამ რა გააკეთა. კოკაიას იდეალური თამაში მართლა. რა პასი და ნოდოს შესრულებაც უბადლო და 2-0. ძალიან ძლიერი სტარტი არანას. მეგობრებო, ველოდებით დონაციებს გიორგი იასაშვილი თუ აქ არის, ვიცით გუშინ რაც მოხდა შენ ცხოვრებაში და აფხაზ გამართებულად მაინც დაიხმარი სასტავს. აფხაზა გვინათებს ცხოვრებას თავისი არსებობით. ამიტომ იგი არის ჩვენი გვირაბის ბოლოს სინათლე. კი ბატონო. გოლ. არ ჩვენთან აგვიანებს კომენტარებში. ხო, ალბათ. არა, იმათთან აგვიანებს კადრი უკვე. შენ გეძღვნება ლუკა. კი, ეს გოლი ეძღვნება ჰარიკეინს. რომელსაც $20 ჩარიცხა. აი, ზვიო იდეალურად ითამაშა, კაი პასი დაუდოა, ელოშა, მარდა კარგა ბურთი. არიჩქარა, დიკო, ასე კოკაია შეუულია მოტრიალდეს და ყვავისეთ ელოშა შეაყოლა და
დარტყმა და მეკარემ კარგად მეკარემ აიღო ძალიან თუმცა როგორი ეფექტური შეტევა. კოკაია რაღაცა თავის აფირმო პასი გვაჩვენა მე მგონი რომელიც სეზონში დაამშვენებს მის თამაშს. მეგობრებო, ეხლა რაც თავარია, მოკლედ შაბათს 10 საათზე. კი, გვაქვს სუპერლიგის თამაში არის კომაგების გუნდთან, კომაგები არიან. აი კიდე $5 ვიღაცამ დაგვიწყდა. არ დაწერა. კომენტარი არ და 60% ჩვენი ბიზნეს მიღწეულია და გავაქტიურდეთ რაღა დარჩა, ხო? 50-მდე აღარაფერი აღარ დარჩა, ფაქტობრივად. $20 ეს ფულის ჭუჭყია, ფული ხელის ჭუჭყია, როგორც იტყვია. მოგიშოროთ ეს ფული. აი ზვიო იდეალურად თამაშობს, ისევ ართმევაზე რა კარგია. მეორე მე ვიყავიო, ტამი ბარნოვი ყოფილა. არ ვიცი. მადლობა. მადლობა. ტამი, თუმცა აწინ მესიჯიდან ნიკნეიმი დაგვიწერე ხოლმე, თუ კიდე გადაწყვეტ. რაღაცა წერილი მოგწერეთ, რომ წავიკითხოთ, რომ შეც გაგიხარდება. გაგიხარდება, ჩვენც ვიღადავებთ. ასე კიდე რამე ფიარულად challenge-ი დაგვიწერე. კი, ანუ ვიმღე დავალება მოგვეცი. დავალება მოგვეცი. წინაზე მაგალითად მე წავიკითხე ლექსი არწივი და ძალიან მოეწონა. ანუ ძალიან ეფექტური თამაში იყო ახლა მართლა ვერ დაინახე. არა, დავინახე ზიდანის სტილში. ნუდებთ. ელოშა შეუულია ითამაშოს აქ ბურთი. თამაშგარე. საკმაოდ არასტანდარტული ოფსაიდები ინიშნება ჩვენ. მე ვერ დავინახე, იმიტომ ელოშამ თვითონ მიიღო ბურთი. სავარაუდოდ გლდანში ქარი არის, იმიტომ რომ ვეო ქანაობს. ხო ხედავ როგორ ქანაობს. ან ვიღაც დაეჯახა. არა, მე მგონი ქანაობს, იმიტომ რომ ქარია და თან მაგრამ ქანაობს. თან ბურთს ვერ პოულობს, მე მგონი ხა და ეძებს. აი იპოვნა საბოლოოდ და დაბალანსდა. ნუდებს მაინც ველიო. კი ბატონო, პირადში გამოგიგზავნით ჩვენი მეკარის მეკარისას არ გამოგიგზავნით. კურტუას, ტიბო კურტუას. ან მარკ ანდერე ტერშტეგენის მაგორიდან არჩიეთ და ასევე შეიძლება პინტოს ნუდებით პასონეს ძველი მეკარის. კახი კალაძის. კახი. მოკლედ, დაუბრუნდეთ თამაშს. ელოშა მართვა, კარგად. ხანდახ გაგვიქცევა ხოლმე. და არ შეიმჩნიოთ, ვის არ მოსულ. ვიო და დაბლოკირებას გავდა ეს, მაგრამ არ დაუნიშნეს ჯარიმა. ხშირად არის მომენტები, როცა საჭს ეზარება უბრალოდ ჩასტვენა, იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულ მოძრაობასთან არის დაკავშირებული. ელოშა ასი ისო სერგოზე აქ ერნესტი არის ბურთით. პასიას კოკაიაზე ერნეს დაუტოვა და შეუულია დაარტყას აქ, თუმცა ნოდოს გაუკეთა პასი და ნოდო შეუგდო და ვერ გაუგეს. აფხაზა რიცხავს რამეს თუ სულ ჩაგეხსნათ. აფხაზა არასდროს არ ჩაგხსნია და არ ჩაგვეხსნება, ის ჩვენი ძმაკაცია, მეგობარია, ფაქტიურად პატარა კაკო არის რა, ჰანგრიმენის მაგალითზე რო ავიღოთ. კი. თუმცა წარმატებას უსურვებს დამოუკიდებელ YouTube არხზე. კი ბატონო, თუ გააკეთებს მსგავს და გადაიღებს ისეთივე კონტენტს როგორც კაკოს აქვს, მე ვაღიარებ პირად. კი ბატონო. ჩვენც დაუდონატებთ ხოლმე მე. კვლავ ვერ ხედავს ბურთს, თუმცა ტოპ დონატორი არის ჯერჯერობით ჩვენი სტრიმების ლუკა აფხაიძე $50 აქვს ჯამში დადონატებული. პირველად მსგავსი კომენტარები დაიბლოკება, მოდი ეს უნდა წაუშალოთ ჩემი, იმიტომ რომ ცენზურას არ ყვეს. რიმუ. ბოდიში შემდეგ ჯერზე უკვე ტაიმაუტს დაგადეთ. ბოდიში თელბატონო თამარ დარტყმა და დაბლოკეს GTC-ს მეკარე. თუმცა ანუ GTC ფაქტიურად გამხრალია თამაშიდან. თითქოს პარარატო არის თქვენი სახე, გონიათ რომ მაგრამ მუშაობს როგორც სახე. ბარა არის ულამაზესი პიროვნება, მე ვიტყოდი, რომლის სახეც ერთია და განუმეორებელი. კეფა კიდევ ერთი ჩვენი ახლობლის დეიდაშვილს გავს მხოლოდ და მხოლოდ. და ისიც თან არქივთან ცხოვრობს. და გავს. Here comes the money. Here we go. Here comes the money. შევეცდებით ბატონ მამუკას. ტავარი ჩესკის გახვდვას.
დიდი მადლობა, მართლა პატივია ეხა მამუკასგან ეს დონაცია. და მარტონ მამუკას ვთავაზობთ რამდენიმე მოთამაშის რო გაგვისაღოს. ამ სეზონის დასრულების შემდგომ უნდა. ამ სეზონში ჩვენ გვჭირდება. ჩვენ მეტი ადამიანი გვიყურებს ამას. ND-ში ვითხოვთ $500,000 ქეშად ოღონდ. ქეშად. აფხაზეთის საზღვართან. პადრი დახტება ესე. და თორნიკე კალანდაძეში ვითხოვთ $1,000,000. კი ბატონო. ენდი თუ აი სეზონი ჩაატარო, მე გაიზრდება. კი. გიორგი ონიანშიც გიორგი ონიანი ჯერჯერობით არ იყიდება. კი, ველოდებით. რაუბნელია, ბარა არის ვეძისელი. მე თავს ვეძისელს არ ვთვლი. კოკაია, ზვიოზე, პასი. შეუულია თვითონაც ითამაშო, თუმცა ვერად კარგი არა. კაპიტო პასი და ერნესტი. მოკლედ ყველა ნაწილში დომინირებს არადანი და ხო და რაც ვერ თქვი რა, დონაცია იყო მე და ვეღარ დავამთავრე. მოკლედ შაბათს გვაქვს საღამოს 10 საათზე, გლდანის სტადიონზე, ოღონდ ამერზე არა, ტექნიკურ ცენტრზე. მატჩი კომაგების გუნდთან. კი. საკმაოდ ბევრი გოლშემატკივარი დადის კომაგების თამაშზე და ჩვენ ჩვენ გვინდა რომ 150 გულშემატკივარი სუყავს. და თან აქ ძალიან აქტიური გოლშემატკივარი. ჩვენ გვინდა რომ კონკურენცია ესაა ნაკრების კომაგები არიან, და მაგათი თავიანთი გუნდია რა. სამოყვარულო გუნდი ყავთ და ამათაც იგივე შემართებით კომაგობენ როგორც ნაკრებს და კი, მაგათი გუნდი არის უფრო ახლოს არის შეიძლება. კი, შეიძლება კიდევ უფრო. თუმცა ნაკრები ნუ აქ გარღვევა საკმაოდ კარგი ნიკა. და იმედია გოლი გავა. და აქ უნდა პასი გააკეთოს. გააკეთა პასი. გოლი გავიდა მაინც. აი არ ვიცი რა ხდება. მე მგონი რაღაც ფეხბურთელების მაგრამ მეკარე არა, გოლი არ გასულა, თუმცა რაღაც შეკამათებაა და ხო ნუ არაფერი ისეთი გაგრძელდება სავარაუდოდ თამაში მალევე. კი ბატონო. გამშვიდა აქ სიტუაცია. ვინ იყო ეს? კომენტარებს დაუბრუნდეთ ჯერ სანამ ეს გაუყოლობა არის. კი ბატონო. ბარა თბილისის საუკეთესო უბნიდან არ ვეთანხმები, მეორე საუკეთესო შეიძლება ეწოდოს ამბანს. ბარა ძალიან მაგარი ადამიანი და კეთილი გულის პატრონია, ამას ვეთანხმები. მადლობა ლუკას. ლუკა შენ კვარიაჩი ხარ ის. მოგეხსენებათ ლუკა რაღაც პერიოდი კვარიაჩი იყო გადაცხოვრებული. ერთი თვით. ერთი თვით დაახლოებით. რაღაც ექსპედიციაზე იყო და წარმატებით დასრულდა და დაბრუნდა უკვე ლუკა. მიშუ გიორგიზე რა გითხრათ ვერ გამართლა მოგვინებიო, ან მამაკებს მიემართებოდა. კი ბატონო. მოგკითხვა აქედან. მოკითხა მამა. გაიღიმეს ამღერით, ანუ შაბათს. გაიღიმეს, რატო ამღერით იმათი ხო არ არის კაცო? ერთადაც გვიმღერია, მათთან ერთადაც გვიმღერია გაიღიმე. მათ წინააღმდეგაც ვიმღერებთ. კი ბატონო, არ გვაქვს პრობლემა. ოღონდ იტირე. როდესაც ჩვენი გუნდი აცრემლიანებს მათ გულშემატკივარს, კი ბატონო. კი ბატონო. თუ ვინმე არის ენდის ჰეტრიკის მერე ვღერით გაიგიმის, მეგობრებო. თუ ვინმე არის აქედან კომაგებიდან, აქ სტრიმზე დაგვიწერეთ კომენტარი, რას ფიქრობთ, როგორი მოლოდინი გაქვთ და არ მგონია ვინმე იყოს, სულ ჩვენები არის. ხო. დიკო ბურთით რამდენი კაცი გვიყურებს ამ მასობაში? გიორგი კალანდაძე მაინტერესებს თუ არის კლავ სტრიმზე. 16 კაცი გვიყურებს. მე მგონია ის ერთი გიო იყო. აღარ აქტიურობს. დაგვიწერეთ კომენტარები რა. ვიცი რომ თორნიკე ანტიძეს საკმაოდ უყვარს ფეხბურთი და არ იქნება არადანი, არ იქნება. ვარიანტები შემოგთავაზეთ. ამ თემაზე გადაობა ცოტა სენსიტიური თემა არის და არ გვინდა მოდი რა. არ იქნება არჩევანი მინიმუმ. ხო. იმიტომ არადანი არჩევანი არა არჩევანი იქნება გაგრას. არადანი თუ არ იქნება. არ იქნება მუშტისილა. მუშტისილა არ იქნება ნამდვილად. კი ბატონო. გადავაზიაროთ მეგობრებო. სტეფანეს გაიღიმე ვიმღეროთ რატიშ. კი ბატონო, კარგი იდეაა საკმაოდ. გაიღიმე. აქ სახიფათო შეტევა და ნუ დარტყმა მოიგერია თორნიკემ. მისთვის ეს მარტივი ოპერაციაა. კი ბატონო. მოდი ინსტაგრამზეც გავაზიარებ ლინკს და იქნებ ვინმე შემოვიდეს. ხო, რაღაცა მე მგონი გიორგი ბურდული უნდა დავაბრუნოთ, იმიტომ რომ 25 ადამიანი გვიყურებს ხოლმე გიორგი როცა არის სტრიმზე. ანუ 8 ბურდული. ხო. მინიმუმ მარტო მაგითო ხო რა, გირს
აქ GTC პირველად მატჩის განმავლობაში უტევს არადანს, თუმცა დაიკარგა ბურთი და ვერ მოიშორა კარგად მე მგონი. დაუბრუნდი გიორგის ტიპს ეხავე მინდა რომ ხალხი რაღაცნაირად გავაინტერესო. ქართულმა პოლიტიკამაც არ დატოვა არჩევანი და რამე პოლიტიკურ ადრესას ხომ არ ამზადებთ. არა, არ ვაპირებთ პოლიტიკაში ჩარევას, აგერ ცოტნე კობერიძე და ბორის ჩელეყურობა გამოიყვნენ გირჩს და იმათმა გააკეთონ არადანი თუ უნდათ. თურნიკე თქვენ არ ვიქნებით წინააღმდეგი სახელზე? არადანი ბეთვი, გეთვი. არა. თურნიკე ანტიძე ამ დარგის უბადლო სპეციალისტი მოიწვიეთ შემდეგ ლაივზე. კი ბატონო, როგორც ვთქვი, თურნიკეს ძალიან თუ შეიძლება გოდიში. თურნიკეს ძალიან ღრმაცოდნა აქვს ფეხბურთის მხრივ და მას მრავალგზის კი ბატონო. ის იყავდა. ნაყოფია ფეხბურთზე როგორც ქუთაისში, თბილისში, ზუგდიდში, სამტრედიაში, რუსთავში. რუსთავშიც მოუწევს თურნიკე სამტრედიაში. შეცდომა დაუშვა, თუმცა გადავიდა ბურთი და არადანს დარჩება. მეგობრებო, 40% ანუ $20 დარჩა იმისთვის, არა, ნაკლები 30% $15 დარჩა იმისთვის, რომ ჩვენ მიზანს მივაღწიოთ და ნიკოლოზ გააზიარენ ათესავების ჯგუფში და უთხრა რომ მამა შალვას ლაივია და შემოვლენ. თუ შეიძლება კორექტულად სენსიტიურ თემებზე ნუ ხუმრობთ, ეს იმიტომ პოლიტკორექტული სტრიმია. პოლიტ და ყველა მხრივ კორექტული. ორით ერთი გამხდა რა ანგარიში. რო ვინ თქვა? მაგო მომდე. შეიძლება არ გასულა ჯერ ჩვენთან გოლი. რა მე არ მინახავს გოლები თქვენ. ხალხო დაგვიწერეთ თუ გამოგრჩა გოლი, რავი ჩვენ ვერ დავინახეთ და. მე ჩავხე იმაში ვიყავი ტელეფონში. რავი დაველოდოთ ეხა თუ გავა გოლი, გავა თუ არა და არა და გუგა. აი რაღაცა შანსი აქვს ეხა GTC-ის რომ არა რა ვიცი აქედან არ ჩანს. პოლიტიკა არა რელიგია, აბა რაზე ვილაპარაკოთ. ფილოსოფია. სადა მამაშალვას სტრიმინგი რო ჩააგდოთ. მოდით რაღაც სხვა თემებზე ვისაუბროთ, ეხა არა პრობლემა, რაღაც ისეთებს ნუ შევეხებით, რამაც შეიძლება დააზიანოს ჩვენი რეპუტაცია, რომელიც მრავლად არის მოდებული ქუთაისში. აი აქ რაღაც იკარგება ხოლმე ბურთი კამერას. ნიკოლოზ მაღულარია იწერება რომ 2-1 არო და დაუჯეროთ ეხა ის სტადიონზე არის და უკეთი ეცოდინება და აგე მოვხმაროთ თუნდაც ჩვენ გოლი არ ვინახავს. ამ შეიძლება ძალიან მალევე გავიდა და ცოტა დავაგვიანეთ შესვლას. არა ჩვენ ეგრევე შევედით. ეგ არ იქნება. მოდი ვკითხოთ როდის გავიდა გოლი. კი ბატონო. თამაში დაიწყო რომ მიხარები გოლი ხო ჰქონდა გასული. შეიძლება ეგ ვარიანტი მგონია მეც. ბიჭო მარტი ვითამაშა გამოიტანებ GT და რაში. გასდევნა დაიკარგოს ერთმანეთს. რაღაც 2-1 წერია. ვიცით ხო ანუ ეხლა გვითხრეს რომ გოლი გაგვიშვია, მაგრამ შუინა რატო იწყებენ? გავიტანეთ ახლა გოლი? არ ვიცი. 3-1-ია, კი ბატონო გოლი გაგვიშვია. მოდი შეხა, მაგრამ ჩამორჩით მოვლენებს. მაგარი გოლი გავიტანეთ ხა იდეალურად იყო. დაცვამაც ნახევარ დაცვამაც შეტევამ. კლავ შეტევა. ვეო ძალიან ურევს, იმიტომ ვერ ხედავს ბურთს რა სიბნელია საკმაოდ სტადიონზე განათება. ესეთი ბნელი სტადიონი არა. დიდად არ ვარ გარა. ამიტომ ხდება მე მგონი ეს ყველაფერი. შეგიძლია იქ ნახო იქ ვეოში გადახვევა უკან. რო გადარეკოთ. გადავრეკეთ და 3-1 არის ზუსტი ანგარიში. ერთი გოლი გამოგრჩა და ბოდიში ამისთვის მოკლედ ხმა ჩაუწია პროსტა რომ არ შემოვიდეს. ძეზე რომ მოგვახსენოთ თქვენი აზრი სანტე თუ სოფლის ნობათი, მე ქობულეთურის მომხარებელი ვარ. საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებაა ქობულეთურის მოხმარება, რადგან ის არ დასახელდა იმ გზეებში, რომლებშიც ეს რაღაც
რავი, აი თქმადაც არ ღირს ისეთი სუბსტანცია აღმოჩნდა. პლინტი. კი ბატონო და რა ვიცი, აი ძალიან მე სანტეს და სოფლის ცნობათის მომხმარებელი არ ვიყავი. რძე არ მიყვარს, რძე მეზიზღება. მე დიდად ხო. როგად ბატონ კაცო, და გარეთ? იკაგეტიას ცოტა ხანი ტაიმ-აუტს დავადებ. იმიტომ რომ ზედმიწწერს. აგერ გვიზის, მაგრამ გაწვინდა თუ ის ხმა? შეიძლება გაწვინდა. ორი მიკროფონით ვრჩები მე. აი კარლო ანჩელოტი მოვიდა ჩვენი ერთგული მაყურებელი. კარლო როგორ ახარ კარლო? ჩვენი წინა თამაში თუ ნახე. მეგობრებო, დონაციები არ დავივიწყოთ. ჩვენც ვერ დავინახეთ მესამე გოლი კამერა მაურია. აგერ ნოდომირბის პასის გაკეთება შეუულია და კამერა საწამოვიდა. შეიძლება 4-1-ია უკვე და რა ხდება საერთოდ? ანუ მოკლედ სიბნელიდან გამომდინარე, სტადიონის ხარისხიდან გამომდინარე, ჩვენ ვეოს უჭირს კი ბურთის დაფიქსირება უჭირს AI კამერას და ხშირ შემთხვევაში ცდება ხოლმე კადრებში. ჩაწოდება აუ მაკრატელათი გამოიტანა. არა მიშავს თავად ჩვენ კარგად ვართ რა ვიცი. როგორ ემზადები სეზონის კოპა დელ რეის ფინალისტ ფინალისტვის და ჩემპიონთა ლიგ არსენალისტვის. თან არ მოგიგიათ არასდროს არსენალთან. თქვენ რიტი ყვებავთ ფუტბოლისტებს, თავის ტიკვებებია ჩვენ არ ყვებავთ. შაურმაში რძე არ არის, 0 რძე არის. მე მგონი ჯობია სათვალე გაიგეთოთ. რატო ვერ ხედავთ თუ რა? არ საწუხაროთ მე გადავხედა აუცილებლად. იმ კომენტარზე აი ლოთოკომ მოიწერა რომ მე ლაქტოზის აუტანლობა მაქვსო და როგორც მეცნიერებმა დაადგინეს ეს შეიძლება არ იყოს ლაქტოზის აუტანლობა და თქვენ გქონდეთ იმ ნივთიერების აუტანლობა რომელიც აღმოჩნდა ქართულ რძეში. კი ბატონო. ამიტომ მე თქვენ ადგილას უკვე გაფილტრულ რძეს რომელიც არ შეიცავს გავს ნივთიერებებს ან სოფლის რძე პირდაპირ. სოფლის რძე თვალკაიანი. წამოდუღებული სოფლის რძე. წამოდუღებული. ალბას ასტილიაში გაუშვებ. კრისტიანო უფრო კარგი თორნიკე, ნუ კი დაფარეთ 100-ო, მაგრამ შემდეგში 300 დაფარეთ ხომ. კრისტიანო უფრო ისა მესი საერთოდ არ არის მსგავსი სიტყვის ღირსი, ჩემი აზრით, რასაც კრისტიანოზე ვერ ვიტყოდი რა თქმა უნდა. მე პირადად მესი მირჩევნია, მაგრამ აგერ გიორგის მეგონი კრისტიანო ურჩევნია, ხო? მე ორივეს ტიპატის ჩემი თუმცა ჩემი პირადი პრეფერენციები ნიკოლას ჯექსონ. ნიკოლას ჯექსონისკენ და კოლმან პალმერის. ერნესტი ურთით. ეს ჩვენი უნდა იყოს ხო ბურთი? არა, GTC-ის დარჩენა. არა უშ. დაგვიდონატეთ მოკლედ დონაციებს. მოკლედ ეს 30% უეჭველი უნდა შევავსოთ წინააღმდეგ შემთხვევაში. ენდის გარდა მე ფორვარდებს არ ვაღიარებ. რატო ნოდოს რას უწუნებთ? კი ბატონო, ან გვალიას რას უწუნებთ? და გოლი. და გოლი. რატო გასპოილერებ გიორგი? ბოდიში არა, ძველი გოლი ნახე. ბოდიში გადახვეული მქონდა და გოლი გავიქცირა. მოკლედ ამ ოფსაიდის ტექნოლოგია აქვს ჩაშენებული მსაჯებს. და სანტიმეტრებში ხედავენ. კი, ხაზებსაც ავლებენ. ფანარი იყიდეთ დონაციით. კი, აშკარად ფანარი არის ამ სტადიონზე თავის. ანუ ამ სტადიონზე აღარ ვითამაშებთ, რა მე გაძლევთ პირობას მაგის. კი, ეს იყო იმის პირობას ვერ მოგცემთ რომ უკეთესებში ვითამაშებთ, მაგრამ ორი დღის წინ დაგეგმილი და სხვა სტადიონი უბრალოდ ვერ ვიშოვეთ. ცუდი იმოგერიება იყო, მაგრამ თოკომ და უცებ შეიყვანა თამაში. ზვიო. კოკაი ელოდება, ბას თუმცა უკაკეთა დიკოზე ელოშა. ელოშამ სერგოს დაუგდო. სერგომ უკან დააბრუნა.
ბათომა ის როცა ვერ მოვედი და აქედან გიყურებთ მოგესალმებით. სალამი და სალამი და თუ გვაკლი ხარ, თუმცა აი მაინც ვიგებთ, მაგრამ შენთან ერთად მოგება უფრო გაასწორებდა. ხო იცი კაპიტნის გარეშე გემი იძიებაო. თუმცა მეორე კაპიტანი დასრულდა აი არის. პირველი ტაიმი. როგორც ჩანს გამოტოვებული კი, მოხდა რამდენიმე იმიტომ რომ- წუთი, იმიტომ რომ მოკლედ 3-1 არადანი იგებს დამაჯერებლად ჯერჯერობით. თამაშიც ისეთია, რომ GT-ს საერთოდ შეტევა ერთი ქონდა და რომელიც ჩვენ ვერ დავინახეთ და გოლიც გაგვიტანეს, მაგრამ ზოგადად დომინირებს არადანი და მსგავსად გაგრძელდება იმედია. ნემსო ხო არ ჩავხდა. ნემსო გინდა მაინც და მაინც. მიიღოს მაღუ. კაი, ვინმე ჩავართოთ. ოუ, აქამდე გავდიდგეთ. დავით ღუღუნაძე გვიწერს შავ გულებს. მადლობა. იტალიან შავია დავით უგონაძე. კი ბატონო, ბონაკალავა. ნიკოლოზ ნემსაძე. ნიკუშა ნემსაძე. ნიკუშა ნემსაძე მიწერე რომ თვითონ დაგვირეკოს, იმიტომ რომ მე ჭედავს ხოლმე. მესენჯერში? ხო, მესენჯერში დაგვირეკე. მაი მიუწერე და. სადაც უნდა რომ დაიმკვიდროთ, უცხოელი არის ისევ გუნდში. გუნდში საკმაოდ ბევრი ლეგიონერი ყავს და კონკრეტულად ვიზია მოხდები ხვდები მე არ ვიცი მსგავსი ფაქტი შენიცი? შეიძლება ინდიზია, მაგრამ კი არ ვიცი. ბევრი უცხოელი ყავს კი გუნდში. ვისი მესენჯერი არის ეს? გიოსი? გიოსი. დაურეკო? მაი დაურეკო. ხა სანამ დროა, თორე მალე გძელდება ხოლმე აქ 15-იან. მესენჯერში გიოსთან დარეკე რა, რომ აი ესე ჩაიარა. მოდი ხ კომენტარები არის. ნემსო, ამერის სტადიონი იგივე ჩერნობილია. ჩვენი 35-ე უფრო მირჩევნია ესე ეს ისეა გაფუჭებული. ნუ ეტყობა სტადიონს რა მდგომარეობაში არის და გაფუჭებულიც არ ქვია რა. მიგდებული და დავარაგებული. ჩვენ საერთოდ ვერ ხედავთ იმას რა ქვია. აი გიორგი ბურდული გამოჩნდა, ხელს გვიქნევს. გიო! გვიყვარხარ. გიორგის გაუწყობთ შავი გულები. ბორნაკალო. ხო და ჩერნობილი და ხო, ნუ ეხლა სტადიონის საფარს ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთი განათება რომ არ ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ხო, კაი არაფერს დავინახავდით რა. ადრე პოსტი ვნახე ფეხბურთზე, პროფესიონალურ დონეზე ჰქონდა ნათამაშები, ისეთი ვიღაცა დაიმატა ცალჩოში მუშაობდა თუ მუშაობს ესე ეწერა. არ ვიცი, ეგეთი პოსტი მე არ დამიდია. შეიძლება ამ ხათაობით ხო არ დავდით. იმაზე ხო არ დავდით რა ქვია. პირველივე კაცი ჩელსის ლეგენდა არის ვიღაცა და მაგაზე გვეწერა 1 აპრილს შარშა. ხო, შეიძლება. და მაგაზე ხო. საპირველო აპრილო ხუმრობა იყო, წელს აღარ გავაკეთე. ხო. დაიწყო თამაში? იქ რაღაც ხარაჯო დავინახე და მაგუ ხო არ იწყოს გადაღებას. თამაში დაწყებულო და არის 40 წუთიანი ტაიმები აქვს. განულოვში. აი იყოს ესე რა. არადანი ისევ შეტევაში. დაიკარგა ბურთი, სერგომ დაკარგა და იბრძოლებს არა, ბურთისთვის. შემეშალა მხარეები შევცვალეთ. აი გუკა არის ბურთით. აუცილებლად ფეხი, მაგრამ მაინც ითამაშა და ელოშამ გაუკეთა. პასი ნიკას და კოკაია. კარგად გაძრა კოკაია. კოკაია ჯერჯერობით man of the match-ობისკენ იწევს მეგონა. კი და აქ სერგომ უსაფრთხოდ ითამაშა, თოკოს დაუგორა ბურთი. თოკომ აქ შეცდომა კი ნაღამ დაუშვა, თუმცა გამოვასწორეთ ეს ყველაფერი და ჯარიმა არის მე მგონი ჩვენ საკმაოდ ახირა. GT-ს თუ სტრიმზე რამდენი შარშანაც იყო ჩვენ ლიგაში და ეხლა წელსაც არის. მაგათ მოიგეს ხო? კი, ჩემპიონები გახდნენ
და გადავიდნენ მეორე ლიგაში. ეს და ეს არის არის მეორე გუნდი GTC-ს. GTC მოგბაძა და მეორე მოგბაძა ჩვენ ნუ, ჩვენ- შემთხვევით გავაკეთეთ მეორე გუნდი. ჩვენ სხვანაირად გავაკეთეთ. ამათმა უფრო წესების სპორტული აღზევება იყო მათ მხარეს. კი რამდენი ადამიანი გვიყურებს? 10? 10 ადამიანია შემცირდა აი, აღარ უნდა შემოგუშვათ ეს ნემსვა. კი, ნემსოს ყურება არ უყვართ. ველოდები ორ ჩემთვის ახლობელ ადამიანს სტრიმზე და იმედია შემოვიდე. კი ბატონო. გიორგი და გიორგი. ჩვენ საყვარელი ადამიანები. ჩვენი ერთგული გულშემატკივრები, რომლებიც დაყვებიან ქუთაისში. გასტროლებზე. დაგვიწერეთ კომენტარები, დაიწყო მეორე ტაიმი, იმედია კიდე არ გამოგვჭა გოლი ამ პატარა მონაკვეთში. აქ არადანი უტევს, ვიوارი დიდი ალბათ. კი და ეს ფლანგი საერთოდ და რავი, საკმაოდ უხეში იყო GTC-ს მცველის მცდელობა გაიჩერებინა ჩვენ ფეხბურთელმა. ჯარიმა როგორც ჩანს არ არის. რაღაც ხარაჩო. ხარაჩო. შინდა ინახა ხარაჩო. იყო ნემსოს ჩართვისას ჩანდა, მეც დამიმი. ხარაჩო კი არის იყო მე მგონი. ხო, ნუ სტადიონებზე რაც დგას, მაგრამ ჩვენ ხარაჩო კალათა. შეგვიძლია დავუძახოთ. ნუ მაგუთ უდგას ხარაჩო. ხარაჩო. Harachu. What's the name of the other team, guys? It's GTC. Damien Duffy, ესე ეწერა 1 აპრილის პოსტი, მართალია? კი. შაპოს მოფიქრებული იყო დენიელ დაფი, ირლანდიელი. ხო, ეგ ხუმრობა იყო. კი. ორ ჩანს გაამართლა, იმიტომ რომ ერთ ადამიანს წამოეგო. კაია, კაი. ხო, ნუ დააკვირდით ხოლმე თარიღს, ამიტომ. სხვა 1 აპრილი გუშინ წინ იყო და ეს შანსი აღარ გამოიყენე. მოკითხო მარიჩი. დონაციები შემოგვაკლდა ამასობაში და რავი, ძალიან ცოტა დარჩა იქამდე რომ ავიდეთ კი. $50-ზე, ამიტომ იაქტიურეთ მეგობრებო, $1-იც შეიძლება ჩარიცხოთ. 2-იც, კი, ნებისმიერ. 3-იც, 4-იც. 5-იც. 10-იც. ბოლნაკალა. პირველი ადამიანი, ვინც ჩარიცხავს $10 $10 საჩუქრად მიიღებს არადანის მაიკას. აი არადანის მაიკას მიიღებს თავისი არჩევანი ან ცისფერს ან იასამნისფერს, რომელიც უნდა. კი ბატონო, იყოს ესე. $10 პირველი ო, ვინც მაგი- ჩარიცხავს, ოღონდ დაწერეთ ჩარიცხვისას თქვენი სახელი მაინც რომ მივხვდეთ ვინ ხართ, ან რაღაც იდენტიფიკატორი. ის რა კაი ბიჭია, ორი რო შეაგდო ვინა. ნოდო სკამზე გადაჭდა? არ ვიცი. საჭირო. ვინ შემოვიდა? ზოლიანი აფხაზა ფორმით. შემოუშვით და ჩარიცხავს. აფხაზა შემოვიდა ჩაგიწი. ალბაჩელტი მინა. არ ვიცი, ჩვენი გულშემატკივარია ფარული, ნამდვილი კარლოა. ენდიზე დაადგა თვალი და მოგეთ $10 ვინ ჩარიცხავს, მიიღებს არადანის ფორმას საჩუქრად. და იმ ადამიანებს, ვისაც იმედი გაქვთ, რომ ისედაც გვაჩუქებენ ფორმას, ჩვენიანები არ არიანო, არ გაჩუქებთ. ოთ ვინ $10 ჩარიცხავს, ის მიიღებს პირველი ფორმას, რა სანამ გაყიდვაში ჩაიშვება. სერგო არის არის ვაკავშაი და ძალიან კარგად თამაშა. უიმეს რა დარტყა იყო. სერგო რაღაცა წერდა იქ სერგო რა ქვია რაღაცა დამიწერეთ თუ რაღაცა. სადაა არტყა სერგო მოკლედ. ბიჭო ეს აიგეთ. ვიცი, საკითხული მტინასე ვიღაცა. ამას ვერ გაგიფრთხილთ ბოდიში. ვა ნიკოლოს სახში როდის მოხვალ თამაში რომ მორჩება, მე ნემსო მომიყვას მანქანას, ნემსო გდანში არის. მე ვილაპარაკებ მე და ვისაუბრებთ რამოდენიმე სიტყვას გავცვლით და მოვალ სახში. ცოტა გვიანან. ბლინები შემინახეთ გებია. არაჟნით თუ ტკბილი ბლინები. არა თქმელი ნუტელად. ნუტელად. მეგობრებო, $10 ჩარიცხეთ და პირველი არადანის ფორმა თქვენია. ანუ ჩათვალით ექსკლუზივი. ფასდაკლება 40%-იანი არადანის მაისურზე. ეგრე გამოდის.
თან დონაციაში ჩაგეთვლება შეგვიძლია request-იც მოთხოვნა. breakfast. მოგცეთ. აქ რა გაუგებრობა არის და საფრთხო მომენტი აქ დაცვა უნდა ითამაშოს ხა იმიტომ რომ აი თორნიკები ნუ მარტივად დაატოვო. კი, კარგად ითამაშა დაცვა. ვერ დავინახე ვინმე. აქ კიდე ქარია მე მგონი. $10 არა, ბარათზე გექნება სადმე. ვიცი ხა შენ ამდესაც შრომობ არ იქნები ისე დარჩი. იასამნისფერი ფორმა ჩვენს კი არ გვინახავს და ამიტომ პირველი თქვენ მიიღებთ რა. თუ ვიდათ არ ვნახავთ ისე მოგწევთ. არა, კარგ ხასიათზე რატო ხარ? რა ვიგებთ და ცუდ ხასიათზე რატო უნდა იყოს, თუმცა სახებათო ჯარიმა. ცოტა მშია, მაგრამ აქ მარჟე თოკო მოიგერია ეს ბურთი. მოიგერია დაიჭირა მე მგონი საერთოდ. ხო, ნუ დაიჭირა. კი ბატონო, არასწორი ტერმინი გამოვიყენე. მაბადია. $30 ჩაგვირიცხეს და ვიგებთ და ამიტომ არ მაქვს საფუძველი რომ ვაყოფილიყო. ეროვნული ლიგა 4-ში მოსახვედრად რა არის საჭირო? ეროვნული ლიგა 4-ში მოსახვედრად საჭირო არის ეროვნული ლიგა 5-ში მოგება, თუმცა რეგიონალური ლიგის მოგება. თუმცა რეგიონალურ ლიგაში მოსახვედრად საჭიროა საწევროს გადახდა სტადიონის ქირაობა მთელი სეზონით. ნუ მოკლედ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ფინანსები სადღაც 100,000 ლარი არის საჭირო რომ კი ბატონო. კონკურენტუნარიანი გუნდი ყავდეს მეხუთე ლიგაში. ასე რომ დაგვიდონატეთ და ერთ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მაგისკენ რა. დონაციებით მაგის იმედი არ გვაქვს, მაგრამ ნუ რაღაც ხარჯებს დაგვიფარავთ კი და ბატონო, სპონსორობა შეგვიძლია. აქ ვიღაც წევს მოედანზე კი და გადააგდო. გააჩერებენ. თუმცა მე მგონი არქი სერიოზული წამოდგება. თუ არა და ნემსო შევარდება თავისი საყვარელი ნარინჯისფერი მეტკიტით ნემსოს და უშველის. ძალიან კარგი არის სამედიცინო სფეროში ნიკოლოზ ნემსოძე წაკითხული აქვს. ბევრი წიგნი მედიცინაზე. ბევრი რა ექიმთან ამყოფი. ასევე ის საღვნიშნოთ რომ ეს თამაში ტარდება გლანის ციხესთან ახლოს და მოკითხო ვიჯებს. ამნისტია სერგომ მოიპარა ბურთი და იმედი არ დაარტყამს. გაკეთა. სერგო დიდი პატივისცემა აქედან. აქ ბურთი ყუნაობა დაიწყო თუ თავიდან ყუნაობდა. ყუნავდა. $10 და მაიკა თქვენია მეგობრებო, რა ვიცი. ამაზე კაი ოფერი მე არ ვიცი რა. იმას არ აქვს რა ქვია. კონცეფტს და სოულს. რას რა შევი? ჩატ დაწერი აქ. ჩარიცხე $10 დაიჭირა. იგანე? ჩატები. აგი. აუ, რა ხილოთ ეცდია. დაහობა და რა ვთქვა. $1 ვერ ეხა ჩანს იქ? კი, აქ ჩანს. მაგრამ ვერ თავი. რა რა პატარა ბიჭო შიფტი. აი მაქე 250. აუ ეხა სადღაც იქ. არ ძალიან პატარაა ეხა. მოიცადე. რამე ნორმალური ფონტი აიღე რა. რას კარგოჩეუდის მესიჯები რა წაი. Retracted რა არის? ფირაგო ჩაწერე აქ. აი ფირაგო. Extra bold, okay. მოიც დამომეტები. აჰა. პირველად ასმენით კოკაიეს თამაშს. ხაზები არ ითვლება? მაიკა რა არის? საწავიო ამ რა პატარავა ეხლა? ეს ვაფშე გაუწედე და ჩამოვქვევით. მოალბათ.
არა ფონტი დაბოდა რა. მან უნდა მიგეცა მეგონი. აი კარგად ჩას აი. პირველად აჩვენებს წელს კოკაიას თამაშს. წინა თამაშების აივი რატო აი ნიკუშ ადმინი ხარ და უხერხული. ადმინი კი არა სტადიონზე გახარ ახლა და იქიდან იწერები რაღაცეებს და მოდი აქ და გაგიხსნით. რომელი თამაშის გაინტერესებს კონკრეტულად და გეტყვი ზუსტ პასუხს. იმიტომ რომ წინა ოფიციალური მატჩის იყო. ასევე თუ ჩარიცხავთ დამატებით $10 ნიკუშა ნემსაძე ჩაასხამს 10 ლიტრა ბენზინს ჩემ მანქანაში. ამიტომ დიდად გველობელი დაგრჩებით. მოკლედ $20-ზე 2 მაიკა მივცით რა. მოიც ბენზინი? ბენზინი. კი, მაგრამ ბენზინი. იმედი ანგარიში კიდე არ შეიცვალა ისე რომ ვერ გავიგეთ აქ. დეივიდი შემოსულა? კი, დეივიდი შემოსულა, გარბის კოკაია მეორე მხარეს წაიღო, ოი გავუგე. სერგო აქ დაიტოვეს. ეს შოთოს ხელმძღვანელო აწერია ვიდეოს მაგას გავს. ვერ დაგეთანხმება. თამაშების ლაივი რატომ არ იყო? პასიურობა შეინიშნება მეორე ტაიმში. აი სანდრო ვარდიაშვილი შემოვიდა მე მგონი სტრიმზე. სანდრო ვარდიაშვილს მივესალმებით. თუ ჩარიცხავს $10 ეგ მაინტერესებს. ვიცი რომ PayPal-ი აქვს. და ის ჩელენჯიც გავიხსენოთ ახლა რა, კიდევ ძალაშია, ამ სტრიმის ბოლომდე ძალაშია. რა? $300-ზე თუ ავედით სტრიმზე. კი, $300. შევქრით არადანის ჭამის ჩენელს. და 200 ქაბაბს შევჭამთ სტაფი. 7 კაცი. ნუ ძველი სტაფის წევრებით დავპატიჟოთ და დავიხმაროთ. არა და ოფსაიდიც არ იყო აქ და მე მგონი ეგონა. ნებსო ხა უკვე ადმინის მოხსნიან ტაიმაუტს დაგადებ რა. მე მგონი ადმინის მოხსნით დავა სანქციროთ. ტაიმაუტი დავადე 1 წუთიანი. ბატონ ნიკო. ისწავლეთ. შემოვა და მე მოხვალ შეესწავლი. დარტყმა იყო ეს. იქ ძალიან სახიფათო მომენტი იყო ჩვენში ან შემოჩნია, მაგრამ ოფსაიდი ეგონა ალბათ ჩვენ ფეხბურთელს ზუსტად არ დავინახე ვინ იყო და ამიტომ ისე დაარტყა რა ტექნიკურად. რა გააკეთა იმან ბელინგემი. ბელინგემი ნეტა. ერთი ბელინგემი გვინდა და ლიგას მოვიგებთ. რომ გაყიდული ბელინგემი. 100 მილიონი. აუცილებლად. მევდებ მაგის პირობას. გვიტევს GTC. თუმცა რავი, არაფერი დიდად არ გამოზით. ხო, ნუ ეს რაღაც უხირო დარტყმა იყო და ცდელობა იყო, ნო. ბრავო, ნოდო, კარგი ხარ. გითხრებით. ნოდო ძალიან კარგი ბიჭია. სეზონში რო დაიწყება ოფიციალური მატჩები? ფსონსდებ მე პირადად ნოდოს ბომბარდირობაზე მესამე ლიგის. ისეთი განაცხადი არის, რა ვიცი. მეც და ახლო კონკურენტი იქნება საბა. საბა გვალიასაც აქ შანსი კი. კი, შანსიც ბევრი გოლი ჰქონდა, მეორე ნახევრიდან დაგვიმატა. და საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა. აქ უთი გადავიდა. კი, ვერ დაეტია ზია. ნუ მოკლედ ჩვენი მაისური არავის არ უნდა როგორც ჩანს. ამიტომ ნიკო შენ გაჩუქებ. ჩვენგან მაისური ეკუთვნის ერთ-ერთ ცნობილ დიჯიტალ მარკეტერს. კი? რომელიც დაგვეხმარა. კი, ანუ ის. და დონაციებიც არ მოგაქვს. დაარტყა დევიდმა და ცოტა ძალა აი თითქოს 90% დარწმუნებული ვარ, რომ მაგუმ აქ შუთ დაიყვირა და როგორ ვაპირებთ თანხის მობილიზებას რეგიონალურზე თამაშისთვის? ეგ ჩვენს გვაინტერესებს. ნუ პირველ რიგში აკადემიის პროექტები მინდა რომ დავიწყოთ და რაღაც არ გვეჩქარება რა რეალურად თანხის დაგენერირება მაქინამ გვინდა. ეხა უკვე 15-დან ეშვება ჩვენი მეკარეების აკადემია. თუმცა ეგ საკმარისი არ იქნება და საბოლოოდ სპონსორობით რა და შემდეგ ინვესტორი შეიძლება დავთუნდა, თუმცა ჯერ არ გვეჩქარება რა.
რა გამოცდილების დაგროვება მინდა უფრო ამ ეტაპზე რა. იმიტომ დაართული არის პირდაპირ ესე რეგიონალურზე გასვლა. ლაივში არ შემოდი ხარ? აი გელოდებით რა ვიცი აქტიური მოგვაქვს ხანდა. ჭირდება. აი ხალხი მოვაბილიზე. ბოინო. თორმეტი ადამიანი გიყურებს და რა ვიცი კომენტარებს არ წერენ. რამდენი ლაიქია? ეს თამაში ეგეც საინტერესოა. მადლობა კარლო. წარმატებები კარლო ანჩელოტი გვისურვა წარმატებები ამაზე კაი რა უნდა იყოს რა ვიცი. კი. ერთი წარვით აგვიწიე ხოლმე თამაშამდე და აბა ძალიან საფრთხე მომენტი დეივიდმა გაიტანა მე მგონი არა დეივიდი არ იყო ვინ გაიტანა მაგრამ გოლია რა უცნაური გოლი იყო ესეც არ იყო უცნაური არაფერი ვინ დაარტყარა გვერდავინა აი ეს დიკო იყო მე მგონი კი დიკო იყო დიკომ გაიტანა 4-1 GTC-სთან ისეთი ანგარიშია ნაცნობი ხო შარშან 4-1 მოუგეთ GTC-ის პირველ წრეში მეორეში 2-2 ვითამაში კაი დაძაბული თამაში იყო კი ბატონო და საბოლოოდ სეზონი ხანგრძლივი იყო და GTC უკეთ ჩაატარა რა ვიდრე ჩვენი თუმცა ორივე თამაში დეივიდმა დაკარგა ბურთი ვაჯობეთ მეც მომეწონა დიკოს თამაში მე დიკოს თამაში დიკოს გოლი კი ბატონო დიკოს გოლი კაი გოლი შეაგდო დიკო ძალიან მაგარია კი ორთესეთ გააგზალა ჩვენმა გუნდმა ანუ კაი ფორმაში არის პრესეზონში და სეზონში რა თამაშიც იყო ყველაფერი მოვიდა არ მოგებაც არის და ეხლა თან ხარისხს უყურებ თამაშს და რა ვიცი წინა თამაში აქ დიდად შემდეგზე ალბათ სტადიონიდან მომინდება ყურებანი და კარგად ახმოდი არ არის ოიმე რა კარგი პასი გაკეთა და დევიდი სისტრაფე ნამდვილად არ აკლია ამბიც პასიც გააკეთა თუმცა ჩაიჭრა და რა გააკეთა გაუგებრობაც მე მარტივად შეეძლო ითამაშა თუმცა არაფერი არ გამოსდი GTC-ის და დევიდმა მართლა წაიღო თვითონ პასია საჭირო ალბათ გააკეთა კიდე პასი ელო დარტყმა და გოლი კი ბატონო 5-1 უკვე ნადგურდება GTC და ვაა 6 გოლი მოგვენატრა კაითანია არ გაგვიტანია ხო ბოლოს როდის გავიტანეთ 6 გოლი მე მეორე წრეში არც გაგვიტანია 6 გოლი გოჭოლი გავიტანეთ მეორე წრეში ნახოთ 5-0 მოვიგეთ ხონთან დიდი ანგარიში რაც მახსოვს 5-0 ხო ხონთან მოვიგეთ 5-0 ბატონო 6 გოლი აღარ გაგვიტანია რა მეორე წრეში კი აი ტოროს მოვიგეთ 6-0 არა ტორო მოგვიგო 6-0 ნუ მეორე წრეც ძალიან წარუმატებელი იყო რა მოკლედ ბოლო 6 გოლი როდის იყო ანუ ინტერნეტი ჭერავს აი აქ დაუბრუნდა აი დეივიდის ასისტი პირველი იყო კი პირველი საგოლე მოქმედება იყო საერთოდ მისი არადნული კარიერი არ მგონი ახამდე არ გავუკეთებია ასისტი არა ძალიან სუსტი გუნდია ვარჯიშია კარგი ხო ნუ ვაღიაროთ რომ სუსტი გუნდია თუმცა ჩვენთვის კარგი ინიუსია იმიტომ თან ეს გუნდი ხა ხელში ყავს და კაია რა ეხლა თუ სუსტია მოგებაც შეიძლება როდის იწყება თამაშები იწყება მოკლედ შაბათს არის სუპერლიგის და ანუ სუპერლიგა დაიწყო უკვე კი და მეორე ტური არის კომაგებთან მოგიწოდეთ რომ მოგზანდეთ და კვირას დიდი ალბათობით კვირას იქნება უკვე მესამე ლიგის გახსნა და თუმცა რაღაც გაურკვევლობა თემაზე და ველოდებით პასუხს რა სტადიონებზე შეიქმნა პრობლემა ძალიან საინტერესო გახდა ზოგადად ამ თამაშის მერე სად გაიტანა GTC-ს გოლი და რანაირად ხო აი რანაირად გაიტანა ცოტა ელო გითხრა რომ მე გავიტანე ხო ნუ ლოგიკურია რა ხო
ხო, ნუ 6 გოლი გავიდა და 6-ვე არადანის ფეხბურთელმა გაიტანა. კი ბატონო, ელომ დუბლიში ასრულა. კი, ეხ კაი გაიტანა. კი. ბეკარე ადგილზე დატოვა ისე დაუტოვა. ცოტა მკვლელია სტრიმები. ნუ დაძაბულობაც არ არის რა სტრიმზე და ხო, რა, ეხა ის თამაში რო იყოს 4-3 რაც მორჩა. კი, მან უფრო ჩართულები ვიყავით. თან ამხანაგურია და ჩათიც პასიურობს. დამიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, თუნდაც შევიჭრათ თუ არა თმა. კერტ გადავიპარს. ბოინაკა. სად არის ეს თამაში? ეს თამაში არის გლდანში ამერის სტადიონზე. საკმაოდ ცუდი პირობები არის. პირველად თამაშობ სხვათა შორის ამ სტადიონზე და დავითმა პირველად და უკანასკნელად. დავითმა ისურა ძემ გაგვაფრთხილა რომ ძმებო ეგ სტადიონს ისე 35 ჯობიაო და სრულიად მართალი აღმოჩნდა. კი, ბევრად ნათელია 35. ამას თუ ვიტყოდი არ მეგონი. თუმცა ნუ საფარი ეს უფრო განათებულია თუ ოლიმპიურზე რაგბი სტადიონი. არა, ის კიდე ის ფლანგებზე ძალიან ცუდი მდგომარეობა. ნუ იქ სადაც არის სინათლე კაია. ნუ იმათ ფეხბურთ სტადიონი კაი აქვთ ახლა და აქ ერთი სტადიონია და ის წესეთი. ბოინაკა. დიკო, დეივიდ. ამერისგან მარტო სახელია დათინი. ის სანთლის შუქიც დიკოს კარტიო აქვს სერიოზული. კი. ფორმაში არიან ბიჭები მოკლედ რა. ნუ კარგი პრესეზონი გამოვიდა. არის კაი რაც თავია. რაღაც აი რა და ამ ხანაგურში ხა დიდი ანგარიშით მოგება არ არის ძალიან მნიშვნელოვანი და თავარია კარგად ითამაშოს გუნდმა რაც ხდება. მე კარგი სტადიონი მეგონა და ჯობია. ხო, ნუ 35-ზე არ ვიცი ხა მე არ მინახავს ეს სტადიონი. განათებით მინიმუმ ჯობია. ნუ 35-ზე პროსტა დახაზული არ არის ეს დახაზული. აი დახაზულიც არა კოშმარია. თუმცა 35-ეს რეაბილიტაცია უწევს მე მგონი მალე. კი და იმედია. ელოს დუბლი აქვს ერთი თავის კარში, ერთი მოწინააღმდეგის კარში. პირველი დუბლი ელოს კარიერაში. არა თუ კარიერაში. ელოც კაი ფორმაშია სხვათა შორის და ეს ავტოგოლი, ой, რა კაი გარღვევა არის აქ. ეს ვინ იყო? დეივიდმა მიიღო ბურთი. მარაკანას არაფერი ჯობია. მარაკანას ნუცუბიძე ჯობია ალბათ არა? მე მარაკანა მირჩევნია რაღაცნაირად. ლოკაციით. ხო, მინიმუმ ლოკაციით. ხო, მაგრამ ნუ ფეხბურთელისთვის ნუცუბიძის სტადიონი არის ალბათ ყველაზე ისეთი ოპტიმალური. ყოველ ვარკეთილიც კაია. ვარკეთილიც კაი სტადიონია კი. გლდანი არ არის ეგეთი კაი, გლდანის ტექნიკური. ვაკე სტადიონიც ნუ თავიდან ნორმალური იყო, ხა ცოტა ის არის. საფარი უკვე სრიალებს. აი მოტყუება, დარტყმა საჭირო და გოლი. არის 6-1. აი მეკარე უკვე უმოტივაციოდ არის მე მგონი. ბარა აი ითხოვე და სახში უნდა წასვლა მე მგონი. ნაადრევად უნდა მატჩის დასრულება. კი, აშკარა და მე მგონია რომ ისედაც დაასრულებენ საჯები ნაადრევად ამ ხანაგურში ეს ანგარიში. ოლიმპიურში არ ბრნელა. ოლიმპიურზე თავარ სტადიონზე არ ბრნელას, რაგბი სტადიონი არის სადაც არადანი ფესვებს უბრუნდება. დაუბრუნდა და ეგ არის რა ვიცი. თავარია ეს ფესვები ისე არ გაგრძელდეს როგორც წინა სეზონის ბოლო გაგრძელდა. 6-1. მეკარე რა ჭირს, რავი 5 გოლი გავუვიდა. 5 გოლის მერე უკვე ამ ხანაგურში ცოტა мотиваცია აღარ აქვს. ჩემი აზრით. ფუტუგიანი არის საჯი. საჯი არის ეს კი ბატონო. კახას გავს კახა. არ არის, საჯი არის, თელი თამაში ეგრე. არა ვიცი ხო. მოკლედ რა, ისეთი სტრიმი გამოვიდა რა, ნუ თამაში უფრო სწორედ, რა სტრიმზე გავერთე რა უნდა. არა, ხო. მეტი აქტიურობა არის საჭირო. თუმცა 2 საათი ხა ხო რა, ვერ გიყურებს თან თამაშიც რო ესეთია. სპორტული. შემდეგი სტრიმი უკეთეს ხარისხში იქნება.
კი. უკეთეს განათებაში უკეთის ხარისხი. თუმცა ნუ ხარისხი ნორმალურია ხომ, просто ბურთს ვერ ხედავს ვეღო და ვერ დაყვება რა. განათებაში არ ხო და მაგას გულისხმობ, განათება რო უკეთესი იქნება, სტადიონიც უკეთესად გამოჩნდება, თან საფარი ბევრად ხასხასა არის და ეგ უკვე პლუსია, იმიტომ რომ თვალისთვისაც კარგია და მეორე ვეო გვინდა რომ იქით ამხარესაც იყოს რა. რა უყურე გადავწყვეტ გადმოგთო? არ გამოვა. ეგეთი რაღაც გავაკეთე თავით. და ერთი კაცი ხარაშოზე გამიგე. და დასაკვირველი ყველაფერი ვიზუალური. ორი კაცი იმერტო კარების და რეჟისორი გინდა კიდე და როდის იწყება ლიგა? სუპერლიგა დაწყებულია უკვე. პირველი თამაში მქონდა, შეგიძლიათ ნახოთ, სტრიმიც იყო და წესით კვირას იწყება, თუმცა რაღაც გაურკვევლობაა და კი ქარი არის აშკარად და ბანცალე. გაურკვევლობას რაც შეეხება, გავხსნათ რატო არის გაურკვევლობა რა, ხო? ხო, იმიტომ რომ უნდა ჩატარებული იყო ძირითადი თამაშები ბასა სტადიონზე, როგორც გითხრეს, რეაბილიტაცია და განიხილავენ სხვა სტადიონებს. მიმდინარე ეტაპზე აქვთ მარტო ერთი ვარიანტი, რომელიც არის რუსთავი და ლოჯისტიკურად რთულია ხარ უცით თბილისში ცხოვრობ. ხო, ნუ ორგანიზატორებისთვისაც რთულია რა. ხმას აუწიოთ, რის ხმას აუწიოთ, თამაშის ხმას აუწიოთ იას. თამაშის ხმა არ გვაქვს სამწუხაროდ. არა, ჩვენ იმათ აქვთ ჩვენ. ხალხს ისმის? კი. ჩვენური. ვინ არ გამოგაქ. რა ხდება აქ? საჯაროდ რა უნდა მოეცას. აი რას არ კაცი. აი რა არაფერი არ ხდება. ანუ ფეხბურთელების ხა პოზიციურად განადა. ხო და არ ვიცი, ალბათ კითხვა ქონდა მთავრობაშიც. კი ხო არ თქვენ ხმას აუწიეთ. ციო. ჩვენ ხმას აუწიეთ. მეტი ხმა არ აქვს, ცოტა ბასებს აუწიეთ. ლიონელ მყესი შემოგვიერთდა. ლიონელ მყესი და გიორგი იასეშვილი. მეგობრებო, რა ვიხარ? არა, გააჩერე იგორნიშვილი. ხმას აუწიეთო და უთხარი აუწიონ ბასებს. მოკითხვა აქედან ლიონელ მყესის და გიორგი იასეშვილს. ბატონო, დაგვიწერეთ რამე. $10 არადანის მაისური ხო არ გსურთ? მეგონი მორჩა მატჩი თუ რაღაც დაძაბულობა არის? არა, მეგონი სულ გამოყავთ და მეგონი სტანდარტული სცენარია. აი შაკოს გამოყავს, იმიტომ რომ ზოგადად დაძაბულობა არ არის, იმიტომ რომ ფეხბურთელები ცალსაკეთ გარან. კი. ალბათობით ახლა მატჩიც დასრულდა. ნუ გაბრაზებული ჩაუწი შეგვიძლია. იმათ თუ ეს მეგონი მორჩა მატჩი, ხო? ეს რა არის? ვეოსაც უკვე წევენ დაბლა? კი. ხო, დასრულდა მატჩი, ნაადრევად დარჩა, რაც მოსალოდნელი იყო ჩემი აზრით. 6-1 მოვიგეთ. სამწუხაროდ მყესი და იასეშვილი გვიან შემოგვიერთდნენ. ბარსას მაღაზია რო გაიხსნა, მაღაზია თქვით ორი სიტყვა. ბარსას მაღაზია რო გაიხსნა, მე ძალიან მიხარია და რაღაც კატასტროფული ფასები ქონდა. არ მაინტერესებს მე პირადად ყოველ თვეში ერთ ნივთს მინიმუმ ვიყიდი მაღაზიიდან, რომ არ დაიხურო არ იფიქრონ იმაზე, რომ ეს მაღაზია დასაკეტია. ძალიან ტეხავს მარტო ბასაზე რომ ათამაშებენ მესამე ლიგას ბევრი მაგის გამო აღარ თამაშობს. კი, სირცხვილია, უბრალოდ ეგრე რო ხდება და ანუ პირობები რო ნახოთ, რატომაც ამას ვამბობთ, მიხვდებით რომ იქ ზოგადად ფეხბურთელი კი არა, რავი რა, ძაღლიან უნდა გაუშვო, რომ ირბინოს თავისთვის გაერთოს. სიცხეში ტაფა იყო საფარი. კი. ბასა სტადიონი მოკლედ სარემონტო არის და ჯობია რომ რუსთავში ერთი სეზონი გავიჭიროთ და ვითამაშოთ და რა ვთქვი ხმამაღლა რა იყო სტრიმია. მესამე სიტყვა ბარამ თქვას. იასეს კიდე შემირიგდა თუ არა? იასე გუგლს თუ შეურიგდი რომ დაგვიწერო პირდაპირ ეთერში.
და რა კონფლიქტი გქონდათ ეგეთ როგორ. ოპა, ვარდო და ჩვენი მაიკა გადაეცემა ლათი. გადაეცემა ვარდოს არადანის მაიკა. რა ფერი უნდა დაწეროს ფერს კომენტარი. მე არჩევს არაა პრობლემა, ვარდოს გადაეცემა ჩვენი მაიკა და ხო, სტრიმი მორჩა. სტრიმის ის შესრულდა, რა ქვია, მიზანი. დონაციების მიზანი, აი ბოლო წამს ორი მიზანი შესრულდა, პირველი და მეორე და ვარდოს გადაეცემა. არადანის მაისური. პირველი იქნება, ვისაც ექნება წლევანდელი სეზონის ფორმა. კი ბატონო, ექსკლუზივი. თან მომწერა, მაგრამ ეძინებაო და აი გამოიღვიძა, დაგვიდონათა და ეხლა დაიძინებს. კარგად მეგობრებო, მოკლედ დაგემშვიდობებით, სასიამოვნოდ გავატარეთ იმედია საღამო, ყესი და იასაშვილი ცოტა გვიან შემოგვიერთნენ. თუმცა რა გელოდებით ზეგ 10-ზე გდანის სტადიონზე უკვე კომაგების წინააღმდეგ კი და აი ლიონელ ყესის იმედი გვაქვს სწორედ მისი ჩათვალე მას მინდა მიმართო რომ ჩათვალე გასვლა არის კი მადლობა მეგობრებო აი ვარდომ დაგვიწერა კომენტარი კი ბატონო ეს გამოიწერეთ მისი არხი სხვათა შორის classical masterpieces რა არხი აქვს? კაი არხი აქვს მე განახე კაი და მოკლედ იაქტიურეთ ჩვენ სტრიმებზე დაგვიწერეთ კომენტარები დაადონატეთ და რავი რა ჩვენს განვითარდებით და ყველაფერი კარგად იქნება რა კლასიკური მასტერპისი სიმენტურა ეს უნდა გავთიშო კარგით არა მეგობრებო